ყველას მოეხსენება სოფლიოში და არა საქართველოში ცივილიზაციურ ომში მყოფი პრეზიდენტ ზელენსკის ესა თუ ის გადაწყვეტილება მით უფრო ესოდენ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ვერანაირად ვერ იქნება უსაფუძვლო და ის მხოლოდ ეფუძნება კონკრეტულ ინფორმაციას, კონკრეტულ ფაქტებს. როდესაც პრეზიდენტ ზელენსკი იღებს მსგავს გადაწყვეტილებას და მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ კონკრეტული პირები, ადამიანები, ვისაც მიტაცებული აქვს საქართველოს სახელმწიფო, ქართული სახელმწიფოს მართლის სადავეები მოექცნენ კაცი სანქციების ქვეშ, შეიძლება თამამად ითქვას, რომ ამ შეთავაზების აღსრულებას წინ ვეღარაფერი ვეღარ დაუდგება. გვინახავს ბევრი რეკომენდაცია პრეზიდენტ ზელენსკის მხრიდან საერთაშორისო თანამდებობის მიმართ და ეს შეთავაზებები არასოდეს არ დაჩენილა შეთავაზებებად და რეკომენდაციებად. ის ყოველთვის აღსრულებულა. ასე იქნება ახლაც. რატომ? ვინაიდან პრეზიდენტ ზელენსკიმაც, თითოეულ საქართველოს მოქალაქემაც და თელმა ჩვენმა დემოკრატიულმა საერთაშორისო საზოგადოებამ ვიცის, რომ ბარიერი არის ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება და მისი ოჯახი. ეხლა ბიძინა ივანიშვილის ოჯახი დღეს არის მდგომარეობაში, როდესაც მათ მიიტაცეს ქვეყნის მართვის სადავეები და ბარიერი ევროინტეგრაციის გზაზე. პლუს პრეზიდენტ ზელენსკისთვის რაც ყველაზე მომტკინეულია, ეს ოჯახი არის ჩართული სანქციების დასავლური დაწესებული სანქციებისთვის გვერდის ავლის პროცესში. და ამ ყველაფერს ეფუძნება ეს გადაწყვეტილება. სიგნალი უკვე არის მკაფიოზე მკაფიო, რომ ბატონი ივანიშვილი არის არც მეტი და არც ნაკლები მთელი დედამიწის სოფლიოს დემოკრატიული სამყაროს მტრის პუტინის მოკავშირე. რაც არ უნდა თქვას ივანიშვილის ოჯახის წევრმა, რომ ისინი არ არიან მოკავშირეები, პუტინის ფაქტები მეტყველებენ მათ წინააღმდეგ, ამიტომ პუტინის ყველა მოკავშირე, იქნება ეს ქვეყნის მართველი თუ სხვადასხვა ბიზნესმენი, სოფლიოს დონეზე და მასშტაბით ექცევა დასავლური სანქციების ქვეშ და აი დადგა ის დღე, დადგა ის წუთები, როდესაც ივანიშვილის ოჯახამდეც მოვიდა ეს კონკრეტული გადაწყვეტილება. ელოდებით უფრო მასშტაბურ სანქციებს, რომელსაც დასავლეთ ამაზე მეტი მკაფიობა რა უნდა გააჩნია თან ვინ გამოსცემს ამ ბრძანებას და ვინ მიმართავს ამ კონკრეტული წინადადებით დასავლეთს, ხო? და ხო ყველას კარგად გვესმის, რომ პრეზიდენტ ზელენსკი მარტო არ არის ამ გადაწყვეტილებაში და ის არის 24 საათიან რეჟიმში კავშირზე მსოფლიო პოლიტიკის ლიდერებთან. ამიტომ მოვიდა ის დღე, რომლითაც ყველაზე მეტად ეშინოდა ბიძინა ივანიშვილს და მის ოჯახს და მოვიდა ის დღე, რომელსაც ძალიან ბევრი საქართველოს მოქალაქე ელოდებოდა. დიდი მადლობა.